ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადა ირანის წინააღმდეგ აქამდე ყველაზე რთულ გამოცდას გადის. 2026 წლის 15 აპრილს 4 შაბათს შექმნილი ვითარება ზღვაზე მაქსიმალური ზეწოლის, ნავთობის მზარდი რისკისა და ამერიკის ავტორიტეტის პირდაპირი გამოცდის წინაშე აკანებს მსოფლიოს ყველაზე მგრძნობიარე ენერგეტიკულ მარშრუტზე. კრიზისის ცენტრში იმყოფებიან ირანსა და ჩინეთთან დაკავშირებული ნავთობტანკერები, ირანის ეკონომიკის კიდევ უფრო გამკაცრების მცდელობა და ამავე დროს იშვიათი მოლაპარაკებების დაწყება ისრაელსა და ლიბანს შორის. პრაქტიკაში მოხდა შემდეგი. ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ არც ერთი გემი ირანის პორტებში ვერ შევა და იქიდან ვერ გამოვა შესაბამისი ნებართვის გარეშე. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ პირველ 24 საათში არც ერთი გემი არ გასულა ბლოკადის გავლით და 6 სავაჭრო ხომალდი დაბრუნდა ირანის პორტებში. ამავე დროს 10,000-ზე მეტი სამხედრო, 12-ზე მეტი სამხედრო გემი და ათეულობით თვითმფრინავი ჩაერთო ოპერაციაში. მაგრამ დაძაბულობა გაიზარდა, რადგან ამის შემდეგ გავრცელდა ცნობები ირანსა და ჩინეთთან დაკავშირებული გემების შესახებ, რომლებიც ამ ალყას ცდიდნენ. მათ შორის იყო ჩინეთის კონტროლის ქვეშ მყოფი და უკვე სანქცირებული ნავთობის ტანკერი რიჩტერი, ასევე 2 ნავთობის გემი, რომლებიც იქნა შეჩერებული, როცა ისინი ხაბაჰარს ტოვებდნენ. ანუ ბლოკადა არ ჩამოშლილა. ის პირველად რეალურ გამოცდაზე მოხდა და ეს თავისთავად პოლიტიკურ და სამხედრო შოკს წარმოადგენს. ამ დაპირისპირების ცენტრში ერთი მხრიდან დონალდ ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მანქანაა. მეორე მხრიდან კი ირანის რეჟიმია, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს მანევრის გარკვეული შესაძლებლობა. და შუაშია ჩინეთი, რომელიც ძლიერად არის დამოკიდებული სპარსეთის ყურის ენერგორესურსების ნაკადზე. ბლოკადა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელებსა და ირანელებს შორის შაბათ-კვირის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. ეხლა ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შესაძლოა ეს კვირაში ისლამაბადში, პაკისტანში მოხდეს. მოლაპარაკებები კვლავ რთულად მიმდინარეობს. შეერთებული შტატები ითხოვს ირანის ბირთვული პული პროგრამის ხანგრძლივ გატინვას და ასევე გამდიდრებული მასალის ირანის ტერიტორიიდან გაყვანას. ირანი ბევრად მოკლევადას და სანქციების შემსუბუქებას ითხოვს, როგორ ეკონომიკური, საზღვაო და დიპლომატიური ზეწოლით ერთდროულად. რატომ? იმიტომ რომ ვაშინგტონს სურს თეირანი იძულებული გახადოს დათმობაზე წავიდეს ომის დაწყების გარეშე. რეჟიმის სწრაფი აღდგენა სამხედრო და ბირთვულ სფეროში. ჩინეთმა რეაგირება მოახდინა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს შეზღუდვა მის პირდაპირ ინტერესებს ემუქრება. ამერიკის მთავრობამ პეკინი დაადანაშაულა ნავთობის დაგროვებაში, ნაცვლად იმისა, რომ დეფიციტი შეემსუბუქებინა. ჩინურმა მხარემ კი უპასუხა, რომ პრობლემის ძირი ომშია და სამხედრო ოპერაციების შეცვლა და მოითხოვა. ეს დაპირისპირება ხელს უწყობს ახსნას, თუ რატომ იქცნენ სანქცირებულ კომპანიებთან დაკავშირებული ნავთობტანკერები კრიზისის ცენტრალურ ნაწილად. ეს დაპირისპირება კრიზისის ახსნასაც იძლევა. საუბარია იმაზე, ვინ აკონტროლებს მარშრუტს, ვინ ახერხებს მოწინააღმდეგისთვის ხარჯების დაკისრებას და ვინ ინარჩუნებს მინიმალურ ენერგეტიკულ ნაკადს, რათა სხვა ქვეყნები არ დარჩნენ ბედის ანაბარა. ამავე დროს ვაშინგტონში კიდევ ერთი ფეთქებადი ფრონტი გაიხსნა. ისრაელმა და ლიბანმა 10 წლეულების შემდეგ პირველად გამართეს პირდაპირი მოლაპარაკებები. აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შუამავლობით. ისრაელი ამ მოლაპარაკებებში შევიდა ჰეზბოლას განიარაღების მოთხოვნით და უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის განხილვაზე პირველ ეტაპზე. ლიბანურმა მხარემ მოითხოვა ცეცხლის შეწყვეტა, გადაადგილებულთა დაბრუნება და ჰუმანიტარული დახმარების გაძლიერება. ჰეზბოლამ კი მძაფრად გამოეხმაურა და ამ არხის გახსნა ეროვნულ ცოდვად შეაფასა. ნათლად აჩვენა, რომ ამ დაახლოებას პირდაპირ საფრთხე აღიქვამს საკუთარ ძალაუფლებაზე ლიბანში. ეს პასუხობს კითხვას, რატომ მიმდინარეობს ეს საუბარი ახლა ისრაელისა და შეერთებული შტატებისთვის. მიზანია ჰეზბოლას იზოლაცია. ისრაელის გავლენის შესუსტება. Na fronteira norte israelense e შეაჩერონ ირანი, რომ ლიბანი არ გამოიყენოს როგორც ომის მუდმივი გაგრძელება. საბოლოო სურათი მკაცრი და ძალიან ნათელია. ირანი ცდილობს დროის მოგებას. შეერთებული შტატები ზღვიდან წნეხის გამკაცრებას ცდილობს. ჩინეთი ცდილობს, რომ მისი ენერგეტიკული უსაფრთხოება არ დაიმხოს. ისრაელი ცდილობს სამხედრო უპირატესობა ლიბანში პოლიტიკურ გადანაწილებად აქციოს, ხოლო ჰეზბოლა ცდილობს ჩაშალოს ნებისმიერი მოლაპარაკება, რომელიც მის კონტროლს შეამცირებს. ასე რომ, როცა კითხულობენ, რას ნიშნავს ეს კრიზისი, პასუხი პირდაპირია, ეს ნიშნავს, რომ ჰორმუზი ამჟამად ყველაზე საშიში წნეხის წერტილად იქცა. რომ ამერიკული ბლოკადა უკვე გამოწვევის წინაშია და ომი აღარ არის მხოლოდ თავდასხმების გაცვლა, არამედ გადაიქცა ბრძოლად მარშრუტებისთვის, ნავთობისთვის, დიპლომატიისა და რეგიონული გადარჩენისთვის. ამ კრიზისის დასასრულს ის სურათი რჩება, რომ მარშრუტი მაქსიმალური დაძაბულობის ქვეშაა. ერთ მხარეს შეერთებული შტატების ძლიერი საზღვაო ფლოტი, რომელიც ცდილობს სრული ძალის გამოყენებას და ქვეყნის დაცვას.
მეორე მხარეს კი ჩინეთი წინ მიიწევს ენერგეტიკულ ვაჭრობასთან დაკავშირებული გემებით, აშკარა მცდელობით გამოცადოს, სადამდე მიდის ეს ბლოკადა სინამდვილეში. ეს არის გზავნილი. პეკინი მიანიშნებს, რომ არ აპირებს პასიურად მიიღოს მსოფლიოს მთავრობის მარშრუტის ჩახშობა, მაშინ როცა ვაშინგტონი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ აკონტროლებს პლანეტის ყველაზე მგრძნობიარე ზღვას. თუ ეს ტესტი გაგრძელდება, ბლოკადა აღარ იქნება მხოლოდ ძალის დემონსტრირება და გადაიქცევა ღია დაპირისპირება ძალაუფლებაზე, გათხოვასა და გლობალურ რისკზე.